მე რამდენი ეპიზოდს ვიწყებთ? მე 16 არა წესი? კი, მარილი მოვაყარეობა. მე მარილ არ ვაძლევ არავის და შენი არ ვიცი. და საღამო მშვიდობისა. აქეთ მხარე ჩემი აღარ არის. კაი, მე დედამოყოს ბუხარი. ხალხო თუ წურწურით გამდის. ეს სახე ჩემი თუ აღარ არის, იცოდე რომ ნიჭივა და შუა აგვისტოში ბუხარი აგვანთებს და აბრიალდი, რაღაცა ძალიან ახლოს წაფლები. მე როგორ კარგად გილას ვართ აბა? აუ, საოცარ ადგილას ვარ და საოცარ სახლში ვარ. ნამდვილად. დიდი რეკომენდაცია. დიდი რეკომენდაცია მინდა გავუწიო ამ ადგილს, არა იმიტომ რომ ჩემი მეგობრისა, არამედ ცოტა ეს ადგილი მткиვა. ანუ ცოტა თუ შევიბრაწე, ფერი შეგვეცვალა. არამედ საოცარ გარემოსთან ერთად სახლიც ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე რაღაც სოფლის სახლები ყოველთვის წარმომიდგენია, რომ არა კომფორტული, არა საპირფარეშო ნორმალური, არა საბაზო, მაგრამ ეს რაღაცა full package არის და კაია. სამ დაგვინახა რომ prime house-ი მიმდინარე. გაიცნობთ სალომეს. და აქ prime house-ის ჩვენი სალომეს ერთ-ერთ ეპიზოდში გაიცნობთ. აქ ამოვაგდებთ მოკლედ რეკლამას Facebook page-ს, ხო? კი, Facebook-ს კარი. სამჯერო სასტუმრო არის ხარაგაულში. ვახანი, კერძოდ სერბაისი. ხო, საოცარი სოფელია და დღეს სრულიად შეყვარებული ვიყავი. და შეგიძლიათ თქვენც დარჩეთ ამ ადგილას, აგერ აი აქ. მე უფრო გირჩევდით ბუხარს ცოტა ოქტომბრის მერე, მანამდე არ ვიცი. მაგრამ ღამე საკმაოდ ციგრილი არის. არა, კი, ღამე შენარჯუჯგუნებდი დილით. კი, დილით გავიყინე ღამე. მოკლედ დიდი რეკომენდაცია ჩვენგან ამ ადგილს და ამ სახლს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან სილამაზე არის გარშემო და დასვენება და სიმშვიდე და სიწყნარე როგორც თქვა სრული პაკეტი რა. Full package გადამიფერნა სრული პაკეტი. ყოიჩაბნა და მადლობა დიდი და ისა რა ქვია სანამ არ შევიხროკე და საოცრებები არ დაგვემართა დღეს ესე იმას რა ქვია ბუხრის დანთება რო გადავწყვეტეთ რაც იდეა გქონდა განათლება და საუბრის, იმიტომ რომ ასე თუ ისე ორი ეს გვაქვს. რამდენი ეპიზოდი ბახ ჩაიხურება. ეს გული თუ შემიწუხდა ვერნელი და მყუდები უკვე ახალ-ახალი რაღაცები მემართები. ვა, ძალიან ცხელ. ხალხი რაღაც ამაზონის ჯუნგლებში დადის და ეს იქ არის აქ რაც ხდება. ხო, მაგრამ მოკეთ დღეს წერთ რამდენიმე ეპიზოდი ჩავწერეთ დღეს უკვე. და იმიტომ რომ ვიყენებ სანამ მეც აქ ვარ, ნინისაც ცალია და გვინდა რომ მაქსიმალურად ბევრი მოვასწროთ, რომ ერთად ჩავწეროთ რა და ამდენ საუბარში და ამდენ რაღაცა საინტერესო თემებს ნახავთ თქვენ, სადაც ვილაპარაკეთ და ერთ-ერთი თემა წამოგვივიდა უცებ და ვიფიქრეთ, რომ ამისი გაშლა საინტერესო იქნებოდა და იმიტომაც წერთ ესე რაღაცა საღამოს, საკმაოდ დაღლილები, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელიც ორივესთვის ძალიან ახლოს არის. გვერდიანებს, რათა ცხოვრების გარკვეულ ისინი ცხოვრა ფორმალური განათლების ერთ-ერთი სხვა წინა იმაში არ გვიხსენებიათ. ეს ეპიზოდი ხახო ჩაწერილი გვაქვს რამდენიმე საათის წინ, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ აი ხახო გაქვს. გაიქავისუფლდა კარგად. ო, იმედი მაქვს ისმის იქ. ყურსასმენები რაღაცა ერორი ქონა ყურსასმენები. რაღაცა ტექნოლოგიებს ბოლომდე ვერ ამოღეთ ალყო. და ვისაუბრებთ მოკლედ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე. მე ძალიან დიდი წილი ჩემი ცხოვრების არაფორმალურ განათლებაში გვაქვს გატარებული. ძალიან წაშლილი სახე მაგანო სიცხეს. კი. იწეს საერთოდ? კი. ფანჯარა ღია მაქვს აქ, მაგრამ არ ყოფნის საერთოდ. შენარი ყოვის საბანი დამოფარი. ვაუ. ცოტა გავნიავდით ამასობაში, თორე უკვე გული მიწუხდებოდა და სანამ აქვე გავწექი მეთქი. და ვსაუბრობთ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე. მოდი მოგვიყევი, დავიწყოთ ბარემ რომ მოგვიყევი შენს გამოცდილებაზე ფორმალურ. დაიცა, მანამდე წინა სიტყვა გავაკეთოთ, რა სიშვეს ფორმალური და არაფორმალური განათლება. მოყოლეთან. ინტროს გავაკეთებ, რას გულისხმობს ეს ყველაფერი. ფორმალური განათლება არის ნებისმიერი სახის განათლება, რომელიც სტრუქტურირებულია, თავისი
გიგმა აქვს, თავისი დიპლომები აქვს. აი მაგალითად უნივერსიტეტები, ბაკალავრი, მაგისტრი, PhD, ყველა ეს ყველაფერი, კოლეჯები მათ შორის არის ფორმალური და არაფორმალური არის დანარჩენი ყველაფერი, როგორიც არის ვორქშოპები, ტრენინგები, მათ შორის ესე საუბრებიც კი რა, ეს მეზობელთან რო გადახვალთ და რაღაცა ინფორმაციას რო მოისმენთ, ისიც არაფორმალური განათლების ნაწილია. ადრე ძველ ბევრი საუკუნის წინ რო ხალხურად გადაიცემოდა სხვადასხვა ამბები, ეგეც არაფორმალური ამბავი იყო და მოკლედ ეს წინა სიტყვა მინდოდა რომ გამეკეთებინათ, თან აღარც ხელა ისე დანაშაული. ხო, არა, მინა უბრალოდ ცოტა ცეცხლი და იმედი მაქვს ნამდვილად შეგდება კიდევაც. ლამაზი კი არის, მაგრამ ესეც არ ღირს რა. შენ კითხე რა ხო, გამოცდილება? შენ დაიწყე, ანუ მოყევი ფორმალურ განათლებაზე, ანუ ჩემი გამოცდილება, ანუ სკოლა დამთავრებული მაქვს 12 წელი დავასრულე. მე მაშინ ჩავაბარე ბაკალავრზე, 4 წელი ვისწავლე TSU-ში სოცმუშაობაზე და მე 1-2 წლიანი შუალედი მქონდა, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ვიყავი წასული და რო ჩამოვედი, იმ წელსვე ჩავაბარე ილიაურში ადიქციის კვლევებზე. ეს არის ჩემი ფორმალური განათლების არაფორმალური? ხო, არაფორმალური სადღაც 14 წლიდან მოკლედ არაფორმალურ განათლებაში მოღვაწეობ ძალიან ბედნიერად და მე მახსოვს 14 წლის ვიყავი სადღაც ალბათ 14-15 წლის სამტრედიაში შემოვიდა ესე არასამთავრობო ორგანიზაცია რომელმაც რამდენიმე სკოლის სამტრედის განვითარების ასოციაცია დაერქვა სკა. აი მახსოვს შეგა. გურამს მოკითხვა და კიდე ჩვენ ბევრ იმას რა ქვია გუნდის წევრებს და მოკლედ იქ გავუგეგემო არაფორმალურ განათლებას რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ვატარებდით პრეს ჯერ ჩვენ თვითონ ვესწრებოდით სხვა ავიც ბანაკებს, ტრენინგებს, ვორქშოპებს და მე ჩვენ თვითონაც ვიწევდა ხოლმე ჩატარება ტრენინგების და ძალიან კაი. აი ეგ იყო რო არა ეგ ალბათ ოდესმე მივხვდებოდი რა მიყვარს ცხოვრებაში, მაგრამ აი მაქედან დაიწყო ჩემი სიყვარული ესე ტრენინგების მიმართ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ მოკლედ არაფორმალური განათლების რაც ვარ ახლა ეგა ვარ მაქედან ვარ. კაია. შენ რა გამოცდილება გაქვს? ფორმალური განათლების მიმართულებით, ანუ ჩემი განათლებაც ძალიან კლასიკურად მიდის რა, ანუ დავამთავრე 12 წელი ვისწავლე სკოლაში, მე ჩავაბარე მაშინ უნივერსიტეტში, მე წავედი ერთ უნივერსიტეტში, მეორე უნივერსიტეტში და მე ვისწავლე მაგისტრატურაზე. სოციოლოგიის ბაკალავრი მაქვს და უმაღლესი განათლების მაგისტრატურა, ანუ ვისწავლე უმაღლესი განათლება სპეციალიზაციით, სწავლა და სწავლება, რომელიც გავაკეთე უცხოეთში, ანუ ერასმუსის ის იყო. ხო, Erasmus Mundus Joint Master Degree ქვია ესე, კვლევა და ინოვაცია უმაღლეს განათლებაში. ეს იყო ჩემი მთავარი პროფილი. და მაგიტო გითხარი მხეცი ხარ თქო ეს დედა ხარ. ხო, და 10 წელი ამ სფეროში მუშაობ. წელს გაზაფხულზე გახდა 10 წელი, რაც უნივერსიტეტში ვიმუშავე. ანუ მე რომ განათლების მინისტრი გავხდები, შენ მოადგილე იქნები, იმიტომ რომ ყოველთვის ესე ხარ ხარ. მოადგილები უფრო პროფესიონალები არიან. გახდები არაფორმალური განათლების მინისტრი და მე ვიქნები. რა მაგარი რაღაცა თქვი. მაგას არა, არ მინისტრი. არ გვინდა. ჭირდება მინისტრი. ნუ არ თულე პირიქით, ან მიეც თავისუფლება ხალხ. ნუ დაარეგულირებ რაღაცას სიტყვებს. ოკეი, ნაკლები რეგულას არ ამოვიღებ. თან ის ეპიზოდი გასული იქნება დიქტატურაზე რო ლაპარაკობ. კაი. ხდებით რასაც გულისხმობ. იცი რა მაინტერესებს? არ მახსოვს რა უნდა. არაფორმალურ განათლებაზე უნდა გეკითხა ალბათ ჩემთვის, ხო? და ნატაშა გამოცდილება გაქვს არაფორმალურ განათლებაში. ეს გარდა ფორმალური. ნინი არის ამის სამყარო რო იცოდეთ, ანუ ამ ეპიზოდის ნატა მე რამდენი ეპიზოდს წერს დღეს. რესურსი ხო არ საერთოდ, მაგრამ ძალიან კაია. ბედნიერი ვარ. ბედნიერი ხავარი ეგა და შეგვიძლია. არაფორმალური განათლების მიმართულებით არ მაქვს ძალიან დიდი ისეთი გამოცდილება, როგორიც შენ ნამდვილად არ მაქვს. მე და ნუ აი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიური შეხება დავიწყე, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ესეთი პოპულარული და ცნობილი ხდება ეს მიმართულება უფრო და საჭიროც. და მანამდე რა ვიცი, არას ვიხსენებდი, დღეს ვიხსენებდი, რომ მაქვს გამოცდილება ან ბანაკებში და მსგავსი ნაკლებად. ESN-ი გავიხსენე, ESN-ში მე თვითონ მასწავლებელი ვიყავი მეთქი, პირველ კურსზე ვიყავი მათემატიკის მასწავლებელი და ეს იყო მოხალისეობის ნაწილი და ანუ
არც მთლად არ არის სერტიფიკატის პროგრამა და რაღაც მსგავსი არ ყოფილა, უბრალოდ მოხალისედ ბავშვთა სახლში ვასწავლდი მათემატიკას და პირველ კურსზე ვიყავი. მაგის მერე მივხვდი, რომ ჩემგან მასწავლებელი არ გამოვიდოდ. ძალიან რა ქვია, მარტივად და ძალიან კარგად შეუძლია teaching-ი და ასე. ანუ იცი რა, მაგასაკის ბავშვებთან მეხუთე კლასელი ბავშვი იყო რა ეს და ძალიან მარტივად მანიპულირებდა ჩემით. აი ძალიან მარტივად. ზოგადად მგონია რომ არ ვარ ესე ადვილად მანიპულირებადი ადამიანი, მაგრამ ის ძალიან მარტივად თამაშობდა ჩემს ქვია. რატო რამეზე გეუბნები? აი რავი, დავალებებს რო არაკეთებდა, მაცოდებდა თავს და მეც მეცოდებოდა და რაღაცა ანუ მივხვდი რომ მე არ გამოვიდა. სტუდენტებთან უფრო კარგად გამოვდი. სტუდენტებთან სემინარზე ძალიან მიყვარს ეს. და რატო რა განსხვავება რა არის? იცი რა არის სტუდენტები გარკვეულად, მაგრამ ჩემი სტუდენტები ძირითადად არიან პირველ კურსელი სტუდენტები. და აი რაღაცა ხო, აი იცი როგორი მომენტია, რომ აი უნივერსიტეტში უკვე ახალს ეძებენ, მაგრამ ამასთანავე თან რაღაცა ის სკოლისაც აქვთ გამოყოლილი რა. მე დამდებე ხოლმე მე მსახილი თან პროფესორი. არც პროფესორი ვარ და მე არ დამიძახოთ მეტეს. ხო. ძალიან საინტერესოა, ძალიან მიყვარს ეს პროცესი და ძალიან წული მწყდება რომ ხა ახალ სამსახურში გადასვლის გამო რაღაცა მომიწია რომ უარი ლექციები აღარ გიქნება? ხო, ლექციები ესე ფიზიკური აღარ მექნება, იქ სადაც ვატარებდი და ცოტა გული ეხლა და ეხლა რაც უფრო ახლოს მოდის სემესტრის დასაწყისი რა, სექტემბრიდან ვიწყებდი, ბოლო 3 წელია ყოველ სემესტრში ლექციები მქონდა და ეხლა პირველად არ მექნება და არ ვიცი, რაღაცა ცოტა მიფართხალებს გული რომ მინდა. არა, მაგრამ მაინც იმ სფეროში ხარ, რაღაც განათლების. კი, არა, ახლო სფეროში ვარ, ხო. და მე სხვა არაფორმალური განათლების მქონდა რა, ვასწავლიდი ESN-ში ქართულს უცხოელებს და ძალიან კმაყოფილები იყვნენ ისინიც და მეც და ამ მეგობრებს დავუკავი, რა ქვია, ესენი მეგობრები გახდნენ ჩემი, რაღაც ჩემ ქორწილში იყვნენ, ჩვენი მათ ქორწილში და ასე შემდეგ. ძალიან ესეთი აქტიური მეგობრობა გქონდა. საკმაოდ ეხლაც სასიამოვნო მოკითხავთ, ეხლა არ უყურებთ დარწმუნებული ამას, მაგრამ ნახე, არაფორმალური განათლების მთავარი მუღამი ჩემი აზრით არის ის, რომ ორივე მხარეს ძალიან უნდა მოწონდეს ის, რასაც აკეთებს, როგორც მონაწილეს და აბსოლუტურად მოხალისეობრივად უნდა იყოს ჩართული ჩემი აზრით ორივე მხარე ბოდიში, როგორც ვთქვი. უნდოდეთ ამის გაკეთება მონაწილესაც და იმას არ უნდა იყოს დაძალებადი რა. ფორმალურს ეგისა აქვს, რა ქვია, რომ ფორმალ თვითონ სიტყვაც გეუბნება რა, ის სტანდარტიზირებულია და რომელიმე მხარეს ყოველთვის რაღაცა რიგ შემთხვევებში არ უხარია მოკლედ. ხო, ანუ არ ვიტყვი რომ ყოველთვის, მაგრამ რაღაცა რიგ შემთხვევებში. არაფორმალური განათლება არის შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ძალიან აი აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ძალიან ინტერაქციული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია რაღაცის შედეგის მიღწევა, იმიტომ რომ არ გამოდის რა, მას იდეაში ფორმალურ განათლებაშიც არ უნდა გამოდიოდეს, მაგრამ ცოტა სხვანაირად არის აწყობილი ახლა ეს ფორმალური განათლების სისტემა, უნივერსიტეტები და სკოლები, მაგრამ სხვათა შორის ახლა რასაც ვუყურებ რა, ჩემი ახლობლების ბავშვები ვინც დადიან სკოლაში, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, რაც ჩვენ რასაც ვსწავლობდით და ახლა მე ჩემი მეგობრის დედა არის მასწავლებელი და ჩემი ყოფილი დამრიგებელიც იყო და რასაც ვუყურებ რანაირად იმზადება მეორე დღისთვის, როდესაც კლასთან შეხვედრა აქვს, ну დაწყებითების მასწავლებელია, მაგრამ მაშინაც სხვანაირად ემზადებოდა, მაგრამ ისეთ ინტერაქციული არ იყო რა, რომ თან ბავშვებს რაღაცებს ეკითხებიან და კითხვა-პასუხის რეჟიმშია, თან ჩართულებიც არიან ისინი ორივე მხარე და მე მგონია, რომ ნელა იცვლება რა. იცი რა არის, დროთა განმავლობაში, რაც უფრო დრო გადის, სწავლის პროცესი ხდება სტუდენტზე, მოსწავლეზე ორიენტირებული, ესე რომ ვთქვათ რა, learner centered. ხანუ სუმასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაგას მანდამდე მისასვლელად ძალიან დიდი დრო დაგჭირდა. აი როგორც განათლების სპეციალისტის გადმომსახურებდნენ რომ ვილაპარაკო ამაზე, ხო? აი ძალიან თეორიული რა ესეთი კუთხით. ძალიან აქტუალური ხდება და ძალიან შემოდის უკვე. შემოდის არა, ბევრგან დანერგილია ეს student centered მიდგომები, ანუ სტუდენტზე მორგებული მიდგომა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მოსწავლე, უნივერსიტეტის სტუდენტი თუ ასე შემდეგ. შეიძლება დოქტორანტურის იყოს ან არაფორმალური განათლება. და ეს ყველაფერი ვისესხეთ, ჩემი აზრით, ვისესხეთ არა, ვიჩუქეთ არაფორმალური განათლებიდან. იმიტომ რომ არაფორმალური განათლება თავიდანვე ამაზე იყო. ანუ რაღაც არაფორმალური განათლების ბოლოს არ ელოდები ძალიან ესე მკვეთრად, რა თქმა უნდა, ეს სარგებელიც უკვე ძალიან წინ მოდის და მოყვება, მაგრამ
მარტო სერტიფიკატზე არ ხარ დამოკიდებული. ანუ პროცესიც უნდა მოგწონდეს და უნდა გინდოდეს სწავლა რაღაცის ამ პროცესში. და ძალიან ბევრი მეთოდი არის, რომელიც აი ცალსახად ახალისებს იმას, რომ აი მოდი როგორ ისწავლე, ინდივიდუალიზმი გამოიკვეთა, რომ ანუ ყველა ერთნაირად ვერ ისწავლეთ. ანუ მე რო ლექტორი ვძივარ, შევდივ, ძალიან მარტივია, რომ შეხვიდე 3 საათი ილაპარაკო, ну ძალიან მარტივი არის, შედარებით მარტივია, შეხვიდე 3 საათი ილაპარაკო, გამოხვიდე, ხო? არც განსაკუთრებული მომზადება არ გჭირდება, რაღაცა სლაიდები გადის უკან, სკრიპტი გიწერია და მორჩა, ანუ არც კითხვა არაფერი. და ბევრად უფრო რთული არის დაგეგმო ყოველი ლექციის წინ, რომ აი მე ხვალ რას გავაკეთებინებ, ანუ როგორ ჩავრთო ყველა სტუდენტი, აი როგორ გავაკეთო ეს, სადღაც დაახლოებით 20-25 სტუდენტი მეჭდა ხოლმე ყოველთვის სემინარზე და ნუ აი თქვა 3-4 სემინარის მერე უკვე ვიცოდი ვინ რას აკეთებდა, აი ძალიან მარტივია მაგის შეფასება. გარდა იმისა, რომ დაგეგმა მთავარი მუღამი მაგ ყველაფერში არის ის, რომ მოქნილი უნდა იყო რა, აი როდესაც დაინახავ, რომ იმიტომ რომ შენ იმისთვის ხარ ლექტორი ან ტრენერი ან ასე შემდეგ, რაღაც მობწიჭკო რაღაცა და всё, მე ჩემი საქმე გავაკეთე და არა, იქ რაღაცა შენ შედეგი უნდა დაინახო, მაგრამ არაფორმალურ განათლებას შედეგი გვიან ისხამს, მოკლედ არაფორმალური განათლების შედეგი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მე რა გამოცდი, იქვე ვერ დაინახავ რა. გასაგებია. სევაში დაინახავ. იმიტომ რომ მოკლედ რო გაქვს, ბევრად უფრო მოკლედ რო გაქვს. სტუდენტს მე ვუყურებ სემესტრის დასაწყისიდან ბოლომდე, ანუ დაახლოებით 15 კვირა გაქვს, რომ ესე შეხედო კარგად, ხო, მაგას და უფრო მოქნილი უნდა იყო ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც დაინახავ, რომ ის მასალა, რასაც აწოდებ, მიღების მეთოდები არ არის სწორი იმ კონკრეტული იმისთვის, რა ქვია, სტუდენტისთვის ან მოსწავლისთვის, რაღაცნაირად ცვლი, ხო, რაღაცას ან ელაპარაკები, ან რაღაცა თამაშებს თავაზობ, ან კითხვებს უსვამ, ან რაღაცა გამოცდილებებს თავაზობ ერთმანეთზე. შეამოწმე რა ირებს თუ არა. რო შემოხვალ, ნუ მათქმევინებ ხოლმე რა. და მითხარი მე, ბოდიში რა როგორ გადიოდა და დავინახე. და მოკლედ გამოცდილებებზე, რაღაცებზე რო სწავლობ, მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ადამიან ოდითგანვე. აი რა იესენგანაც განსაკუთრებით. ახლა ამას ამოვჭერ. თავის ასაკს რომ უსვამს ეს ეხა ბევრს ვილაპარაკებ ამაზე. ოდითგანვე, ნინი. აი ესენშიც და მათ შორის მანამდეც ყოველთვის რო იმოშვებოდი, რა ქვია, რომ ვატარებდი ხოლმე ტრენინგებს ან რაღაც შეხვედრები რო იყო, სულ ვეუბნებოდი მონაწილეებს, რომ თქვენ ჩემგან კი გაიგებთ რაღაცა სიახლეს და მაგრამ თქვენ რასაც ერთმანეთისგან ისწავლეთ, არის ეგ არის უნიკალური რა. ის გამოცდილება, რაც შენ გაქვს, ერთმანეთს რო აჯახებ, ხო, მაგრამ ამისთვის გჭირდება, რომ სწორად მართო სიტუაცია. ხო, რადგებიან და ერთმანეთს ესე, ანუ ეგ რო შეეძლოთ, შენთან არ მოვიდოდნენ. კი. მე უნივერსიტეტის განათლებასაც ზოგადად, რაც უფრო დრო გადის, ცოტა უფრო განსხვავებულად ვუყურებ რა. ანუ კი, კურიკულუმის სტრუქტურა, კრედიტები ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან უნარები და კომპეტენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება. მე უნივერსიტეტმა თუ არ მასწავლა, სად და როგორ უნდა ვიპოვო მე სწორი ინფორმაცია, მაგალითად, აი დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია, რომ გაარჩიო რომელია მართალი და რომელიც ყურა, აი განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის გამო, აი ძალიან რთულდება ზუსტი ინფორმაციის გადამოწმება და მე უნივერსიტეტმა უნდა მომამზადოს იმისთვის, რომ ვიცოდე სად მივიდე, რა და კითხვა დავუსვა, როგორ გავაკეთო, რომელია სამეცნიერო ნაშრომი, აი რა ვიცი, ხა რაღაცა სტატიებს რომ დაიწყებენ და აზიარებენ ხოლმე ესე გიჟებივით, რომ რავი რაღაცა აცრა იწვევს უშვილობას, რავი კოვიდის აცრა, მე საკმაოდ კოვიდზე ძალიან გახსოვს რა ამბავი იყო კოვიდის აცრებზე? ხო, ანუ აცილიც ვარ და შვილიც მყავს, რა ვიცი რომ იცოდეთ, მე გავაჩინე. ხო, ანუ ვიღაცები რა და ანუ ეს რაღაცა, ანუ აი ეს რაღაც სტატიებს აფრიალებენ და ბიჭო, უნივერსიტეტი რო გაძლევს იმ განათლებას, იმასთან ერთად უნდა გასწავლოს და ეგ ლექტორის პასუხისმგებლობაა ჩემი აზრით. რომ გაარჩიო რომელი სტატია, აი რომ გააზიარებს ვიღაცა, იმიტომ რომ მოაქვს თავი ისე, რომ აი მე რაღაცაზე დაყრდნობით ვაკეთებ. ანუ რაზე დაყრდნობით, ვინ არის ეს მეცნიერი, რამე სამეცნიერო ისეთი ჟურნალია, რომელიც სანდოა, ანუ ბევრი რაღაცა საფეხურია. კულტურაა რა, ჩემი აზრით ყველაფერი, რომ ეთიკა არის სწავლების, რომ
მას ერთი რაღაცები ანუ გასწავლოს. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა მოქცეთ ყველანაირი ცოდნა ერთი მიმართულებით. აი რა მე ვასწავლე social studies, სოციალური სწავლება. ესე ერქვა, ну, პროექტზე დაფუძნებული კურსი იყო. და თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ მე არ მაქვს, ანუ ფიზიკურად ვერ მექნება ყველა, იმიტომ რომ რავი, ფარავდით 15-20 სხვადასხვა თემას რა, რასაც განვიხილავდით და რასაც საუბრობდით და ეხლა ყველაფერში შეუძლებელი არის უბრალოდ რომ კონდეს იმდენი გამოცდილება და ცოდნა, რომ სტუდენტებს მე შემეძლო უბრალოდ მათთვის მესწავლებინა, სად და როგორ მოიპოვონ ეს სწორი ინფორმაცია. ეგ არის ძალიან ცნობილი გამონათქვამი არის, რომ ესე მასწავლებლები მოსწავლეებს თევზს კი არ აძლევენ, ასწავლიან, როგორ უნდა დაიჭირონ თევზი და ეგ არის რა ზუსტად. ახლა თუ თევზს და პირს ჩაგიდე, ხომ მეორეჯერ და მეთქი რომ აბა მიდი მოდი მშიაო. არა, მე 6 კილები რო გექნება შენ რა ანკესი როგორ იყურება, როგორ კეთდება, რომელ მდინარეშია წახვიდე, რომელ თევზზე უნდა როგორ დაიჭირო, რა დაიჭირო, რა გჭირდება ამის მოსანადირებლად, არ ვიცი თევზი რა დაიჭირო. ნადირებლად. ეს ოდით გარვე და მონადირება. აუ, კოვიდზე იცი რა გამახსენდა ეხა მაგაზე, რომ მაგ კოვიდის დროს განსაკუთრებით მაღიზიანებდა ექიმების დამოკიდებულება ჭვის თვალით რა უყურებდნენ ამ ყველაფერს და პირველი დოზა და მეორე დოზა ხო გავიკეთე და მე ბუსტერზეც წავედი და იქ რო შევედი ექიმმა, ანუ მართლა სერიოზულად ჩემი აზრით დასაჭერია ეს ექიმი და თუ დასაჭერ ექიმებზე უნდა მაწყებინე. თუ მომწერთ ვინ ექიმი იყო სახელმწიფო არ მოხსნა კლინიკა მახსოვს, აი ესე ჩაოლებრივად. აი წაწოლილი ვარ უკვე და უნდა გამიკეთოს. უნდა გამიკეთოს ისე რა ქვას და მოვიდა და ესე რაღაც რო გეცოდება და შუ დარწმუნებული ხარო რო გინდაო გაკეთებაო და ანუ რაღაცნაირი მე გარეთ ლამის ხმლითუი ბრძვი რა ხალხში რომ ხალხო გაიკეთეთ ეს არის რაღაცა ერთადერთი გადარჩენის გზა და ექიმი მოდის და მეუბნება ეს თან მეწოდები რომ შუ დარწმუნებული ხარო გამიკეთო და ანუ ისეთი სახით გავხედე რომ აი ლამის სახელი დამარჭვე და გადი და აი არ ვიცი ეგ არის ხო და ანუ ეგეც არის სამედიცინო კუთხითაც რა ანუ ვინც არიცით მეგობრებო მე ერთი წელიწად ნახევარი ვისწავლე სამედიცინო უნივერსიტეტში მეც არ ვიცი კაი ხანი ახალი გაგებული მაქვს და ახალი გაგებული არა მაგრამ რამდენი წელი ხო ანუ წელიწად მე დავამთავრე სკოლა არ ვიცოდი რა მინდოდა რა და ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში მეთქი რა ვიცი აბა კაი გოგო ვარ და კარგად ვისწავლით ხო იდეაში ხშირ შემთხვევაში ზოგადად ისეთია რომ უნდათ სამედიცინო, მაგრამ ამბობენ რომ ნუ თუ მიიღებს ეს სკოლა და შენ შემთხვევაში არ იცი და აი ხო რა თან ცნობილი ადამიანი ვარ. არ ვიცი რა ვაკეთო, მოდი ექიმი გამოვა. ხო ძალიან ის ექიმი გინდოდა. კარდიოქირურგი მინდა გამოსული. ეს კარდიოქირურგი ანუ გულს რო ჭრიან და არ ვიცი რაღაცა. სისხლის არ გეშინია? ეხლა მეშინია გიჟი. ანუ არ მეშინია, მაგრამ ნუ ეხლა მაშინ არ მეშინა და მართლა ოპერაციებს უყურებდი YouTube-ზე და რაღაცებზე. კი, არ ვიცი. თან ანუ მე რაღაც გაკეთება მინდოდა, ანუ ძალიან ის ვიყავი ორგანიზებული, რომ ეს კარგად უნდა მეკეთებინა. მაგრამ ხო, ანუ რაც დამხვდა ეხლა სამედიცინო უნივერსიტეტში, აი ზოგადად მაგას ვადარებდი მე რა, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ილიაში ვისწავლე და ილიაში დავამთავრე სოციოლოგია და დავუბრუნდები სამედიცინოს და მივალ რატომაც დავიწყე ამაზე, რომ ილიაში იყო ისეთი ზუსტად ისეთი გარემო დამხვდა ილიაში, რასაც მე მთელი რაღაცა ბევრი წელი ვსწავლობდი, რომ აი ესეთი უნდა იყოს კარგი სწავლა, რაღაცა თავისუფლად შეგიძლია დისკუსიაში შეხვიდე ლექტორთან კითხვა დაუსვა შეეკამა თუ ანუ ეს არის ჯანსაღი პროცესი, ანუ არ ზიხარ და არ ხარ კარტოფილი ლექციაზე რა, რომ აი რაღაცა იჯექი, მოხვედი, წახვედი. არა, ანუ შენზე არის გრძნობ, რომ ის ლექტორი რომ მოდის უნდა რომ რაღაცა შენთვის გააკეთოს, შენთან, ან შენთვის კი არ გააკეთოს, იმისთვისაც საინტერესოა რა. შენ რა კითხვას დაუსვამ, შენ რა რაღაცა კუთხიდან შეხედავ, მის მოტანილ თეორიას იქნება პრაქტიკას თუ რაღაც, ძალიან კარგია. და სამედიცინოში რო არის, რავი. წინა ჩაწერასაც გიყვებოდი რა მაგას და მინდა რომ უბრალოდ კიდე მოვყვე, რომ ანუ ერთ-ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ბევრს აღარ დავთები ამას, რომ აი ეს პირველ კურსზე ვართ, არ მახსოვს პირველი თუ მეორე სემესტრი იყო სამედიცინო ქიმიას ვსწავლობდით თუ ნუ ქიმიის კათედრაზე ვიყავით ნამდვილად. ჩემ ჯგუფში რაც სამედიცინოზე იშვიათი შემთხვევა არის ზოგადად, იყო უფრო ბევრი ბიჭი, ვიდრე გოგოა. კომაროველები ერთად დავრეგისტრირდით და ჩვენ ჯგუფში იყო რავი 4-5 გოგო ვიყავით და დანარჩენი ბიჭი. და მოკლედ ეს რა თქმა უნდა ძალიან უყვარდათ ახლა ბევრი ბიჭი. ჭკვიანი ბიჭები რა თქმა უნდა, კარგი ბიჭები იყვნენ.
და ეს შემოდის ეს ლექტორი და გვეუბნება, რომ თქვენო გოგოებიო კაცო, გათხოვდებითო სანამ სწავლას დაამთავრებთო და თქვენ მოდიათ არ მაინტერესებს რას სწავლობთ. ჩემთვის უნიშნელოვანია ეს ბიჭები რას ისწავლიან და რას გააკეთებენ. მან სულს მიხუთავს მასეთი დაუკუჭავდი დედასგებიცები და სნაგავსა. 18 წლის ხარ, აი რავი, 18 წლის ხარ, ნენე, ეხლა შეიძლება დავუკუჭო, მაგრამ მაშინ ვერ დავუკუჭავდი. ხალხი мотиваცია. ხო, ძალიან და ეს არ იყო ხა იზოლირებული და ერთეული შემთხვევა, ნამდვილად არ ყოფილა. და რავი, წელიწადნახევრის მე აბა კარგად იყავი ერთი და წამო. და ეს რადიკალური ხო, და დაი სადღაც ილიაში რომ გადავედი, ალბათ ერთი თვე დამჭირდა ადაპტირება, რომ აიმე ლექციაზე თურმე ესეთი ხმას იღებენ და ანუ რაღაცა ლექტორს შეიძლება შეაწყვეტინო და კითხო და რაღაცა ხმა ამოიღო დრო დამჭირდა რომ ამას შეუგვებოდ. იმიტომ რომ მეგონა რომ სულ უნდა იჯდე ლექციაზე, შენთვის არაფერი არ აკეთო, მაქსიმუმ რაღაცები ჩაიწერო, რა ჩაიჯღაბნო, რასაც გეტყვიან და всё. ეგ იყო ლექცია. და იცი რა უნდა კითხო? ახლა რადგანაც ვსაუბრობთ მაგ ყველაფერზე, მე სულ მიყვარს ხოლმე მომავლის პროგნოზირება რა, რომ აგერ კაი, აგერ ვარც, მაგრამ რა იქნება 10-15 წელიწადში და ხოდი შენ დაიწყებ, რომ მე ახლა ამდენი ვლაპარაკობ. კაი, გავაგრძელებ მაშინ შენ იმას რა გვაგ იმას, რომ კითხვა არის შემდეგი, რომ 10-15 წელიწადში რანაირი წარმოგვიდგენია განათლების სისტემა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური და ხო, დავიწყებ. მე მგონია, რომ უკვე ეგ პროცესი დაწყებული გვაქვს. მომავლისკენ გზა გადადგმული გვაქვს ფორმალური და არაფორმალური განათლების მიქსი რა. აი, სტუდენტი რომ ცენტრში დგას და მაგის ირგვლივ როტრიალებს მაგის სწავლაზე, ეგ უკვე იმას უნივერსიტეტთან და მე სადაც ვმუშაობ, უკვე კაი ხანია მივხვდით და დავიწყეთ მაგაზე საუბარი, ფიქრი და პრაქტიკაში დანერგვა, რომ აი გემიფიკაცია ვახსენე ხო წინაზე, რომ ნელ-ნელა უკვე დაწყებული გვაქვს და უფრო ვამძაფრებთ ამ პროცესს. გემიფიკაციით ვცდილობთ, რომ თანამშრომლებს ვასწავლოთ სხვადასხვა სტანდარტები და პროცედურები. აქამდე რა შედეგიც გვაქვს, ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა ხო იცი ცვლილებებისადმი როგორი ცოტა კი, რეზისტენტული ვართ რაღაცა მიმღებური, მაშინვე რა გონია, რომ აუ კაი რა, ნინი შემეშვი რა, მომეცი ფურცელი, მომეცი ისა და წავიკითხავ და ჩაგაბარებ რა, მინიმუმ ერთ-ორ დღეში და თავიდან ცოტა ესე ეჭვის თვალით უყურებდნენ და მე რო დაამოღამეს, რომ ბიჭო რა მაგარია, რასაც მე აქ ვაკეთებ, აქ გადმოტანილია თამაშის სახე და მე თვითონ ვმართავ იმ ტიპს და გადაწყვეტილებებს ვაღებინებ. არა და ის ტიპი მე ვარ რეალურ სამყაროში და მე სხვა რაღაცები ამოვიდეთ და მასე ვიწყებთ ესე ყველა რგოლზე უკვე და ეგ იქნება, ჩემი აზრით ეგ არის მომავალი და პლუს კიდე სტუდენტის საჭიროებებზე მორგება რა, თუნდაც უნივერსიტეტში რა, რომ ბევრი სხვადასხვა ის იქნება, რა ქვია, მიმართულება იქნება, რითაც სტუდენტს შეიძლება სწავლა. ვიღაცას კითხვა ურჩევნია, ბიჭო, წაიკითხოს ამდენი მასალა. მე მაგალითად კითხვა მიყვარს და კითხვით. ვიღაცას ყურება ურჩევნია, რაღაცა საინტერესო ვიდეოების ან ამასთან უყუროს რა, ვიღაცას თამაში ურჩევნია, თუ სამივე უნდა, სამივე გააკეთოს რა. ეს choice-ი ჩემი აზრით უფრო ძალიან ძლავრად იქნება და მე მგონია, რომ 10-15 წელიწადში აი არ ვიცი, ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი შობისგან გამიგია ჩემი ასაკის, რომ დიპლომი აიღე და რაც გინდა ისქენი. აი დიპლომს ჩემი აზრით ცოტათი ფასი დაეკარგება და ეგ ძალიან კარგია. ფასი დაეკარგება რამ ხრივ, იცი რომ რასაც იძახი, კი. მარტო დიპლომისთვის არ ჩააბარებს ეს ხალხი უნივერსიტეტში. 4 წელი არის სწავლის, მარტო იმიტომ რომ სახლში რაღაცა გახარებული და ბედნიერი მიუტანოს დედას, მამას და ბებოს და ბაბოს დიპლომი. აი, მაგას დაეკარგება ძალა და მაგას იზამს ჩემი არაფორმალური განათლება. იმიტომ რომ არაფორმალური განათლებაზე ჩვენ საუბრობდით კიდევაც, რომ ბევრი რაღაცის შემცე, აი 4 წელი რასაც მე ვსწავლობდი სოცმუშაობაში, ძალიან მარტივია, ხა სოცმუშაობა ცოტა პრაქტიკული ამბავია, რა, იქ პრაქტიკები გჭირდება, მაგრამ არსებობს კიდე სხვა რაღაცები, რაც იყო საგნები, რომლის არ გავლითაც არაფერი არ დაშავდებოდა. ან გავლითაც რაღაცა ძალიან რაღაცა 60 საათიან კურსი კანფეტი იქნება. ამიტომ ეგ ყველაფერი შემცირდება ჩემი აზრით. ყველაფერში გეთანხმები, ერთი არ დავკარგოთ, რომ
პროფესიული განათლებაც გვაქვს არაფორმალურ განათლებაში და ჩემი აზრით პროფესიული განათლების წინ წამოწევაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. აი ამ დიპლომის ნაწილში რაც თქვი. მაგრამ მე ცოტა გავავცობდი შენს იმაზე, ან ონლაინ განათლებაზე რა. აი ონლაინ ელემენტი ძალიან მძაფრად შემოვა და შემოსულია უკვე მე თვითონ მუშაობდი კურიკულუმის მოდერნიზებაზე უნივერსიტეტშიც მუშაობდი იქ რომ ონლაინ ელემენტი მძაფრად შემოტანა და ჩემი აზრით ანუ ეს არის მომავალი ანუ კურსერა Udemy და ანუ ეხლა მე თვითონ ამ სამსახურში ვმუშაობ მსგავს რაღაცაზე ახალ სამსახურში ერთ-ერთი პროექტი მაქვს ზუსტად მსგავსი რომ გავაკეთოთ ისეთი კურსები ონლაინ ან ჰიბრიდული ან რაღაცა ჰიბრიდულ ფორმატში მოდი ეს დავარქმევ რომ შეძლო რა ანუ გასაგებია 3 წელი ბაკალავრიატი არის რაღაცა რამდენი 180 კრედიტი რომელიც გჭირდება რომ გაიარო თუნდაც 20 კრედიტი კაი 10 კრედიტი თქვი რომელიც არის საშუალოდ 300 საათი 250 300 საათი შეხვედრებიან ყველაფერი იყოს ნაწილი ონლაინ დავალებები იყოს ონლაინ ანუ რაღაცებისგან ვიდე ლექციაზე 300 ადამიანი რო ლექციაზე ზის ძალიან რთულია იმ ლექციაზე ინტერაქციის ახალისება ასე შემდეგ ძალიან რთულია ინტერაქციაში გულისხმობ აქტიურ ჩართულობას და რაღაცა კომუნიკაციას ლექტორსა და სტუდენტს შორის. ანუ რთულია ახლა რა 300 ადამიანი თქვათ და ყველა აქტიურია. არ არის მაგრამ თქვათ და ყველა საოცრება და ხო ყველა აქტიური. ჯობია რომ რაღაც ანუ Zoom-ში გქონდეს. Zoom-ში ბევრად უფრო მარტივია ესეთ პატარ-პატარა რაღაცა კითხვები გაუშვია, ეხა ონლაინ მეთოდებით ფოლების გაკეთება და ხო, ფოლი გააკეთებ, რაღაცა პადლეტი გამოიყენე, მენტიმი, ანუ უამრავი აი თან COVID-მა ხო ეს რაც დადებითი გაგვიკეთა COVID-მა, ეს ძალიან წახალს, ანუ ამ ონლაინ პლატფორმების განვითარება. ხო და COVID-მა რაც გვიქნა კარგი, ერთი ეგ იყო რა, რომ ერთ-ერთი ალბათ ონლაინ ინსტრუმენტების განვითარება დააჩქარა ძალიან, რომ ძალიან ბევრი კარგი ესეთი ინსტრუმენტი დაგვიტოვა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ონლაინ სწავლების თუნდაც ეს იქნება სინქრონული, ანუ რასაც სინქრონული და ასინქრონული, ანუ ეს ძალიან ესეთი განათლების ტერმინებია, მაგრამ სინქრონული ნიშნავს, რომ მე და შენ ერთად ვხედავთ და ესე ვაკეთებთ და ასინქრონული, როცა მინდა მაშინ გავაკეთებ. აი კურსერა Udemy არის ასინქრონული. და აი ეს ყველაფერი ძალიან გასაინტერესოა და გასაინტერესოა რა სიტუაცია. საინტერესო გახდა პროცესი რა. ხო, სწავლების. ხო, და ესე რა. ეხლა შენ გითხარი, მე ანუ მინდა რომ რამდენიმე სიტყვა გითხრა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება გაქვს ბანაკებზე. აი შემოგევლენა და ეს რაღაცა ჩიკა უხდები. გაგიმარჯოს. ცარიელი არ მომჭა. მაინც მომიჭახუნე ხმა იქნება კარგი. ხმას აქ კრიტიკული მნიშვნელობა. ხო, ბანაკებსაც ჩემი აზრით ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ახალგაზრდების განვითარებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობენ რა, იქ თვით გადარჩენასთან დაწყებული, ერთმანეთთან კომუნიკაციით გაგრძელებული სახლში თუ მიჩვეულები არიან რაღაცის მორთმევას, იქ სხვა დამოუკიდებლად ცხოვრება უწევთ და გარდა მაგისა ბანაკებში სხვა რა არის მარტო გადარჩენა და რაღაცა ალბათ გასწავლიან რა რაღაცებს და ძალიან კაი მე რა გამოცდილებაც მაქვს ბანაკებში ყოველთვის ვცდილობდით რომ მათზე ორიენტირებული ყოფილიყავით და აგერ 10 დღე კი ხარ და დამთავრდა 10 დღე და აბა რა მიიღე ამ 10 დღიდან ხო მე თვით რეფლექსიებს მაშინ ეს სიტყვა არ ვიცოდი თვით რეფლექსია მაგრამ მე ყოველთვის მახსოვს რომ მაგას ჩემ ლიდერებთან რა ვინებიც ვიყავით ყოველთვის ვაკეთებდი რა მინიმუმ ლიდერებთან რა აბა რა ვქენით ისეთი რითი შევცვალეთ იმ ადამიანის ცხოვრება 10 დღის წინ როგორიც მოვიდა და აგერ ახლა რა მოცემულობაც გვაქვს და ეგ ძალიან კარგია რა მოკლედ რო შევაჯამოთ ნინი ორი სიტყვით ფორმალური და არაფორმალური განათლება ორივე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ არაფორმალურ განათლებას მისი დატვირთვა აქვს, ფორმალურს მისი დატვირთვა აქვს. თუ ფორმალურში რაღაცა სტრუქტურირებულობას სწავლობთ, აგერ არაფორმალურში სხვა სკილებს იმუშავებით, რა ქვია, ნეტვორკინგი, ხო, კომუნიკაცია რა, ყველაფერი. მე მაგალითად რა ნეტვორკინგიც წამოვიღე ჩემი ბაკალავრიდან, მაგისტრატურიდან, ეგ არის ძალიან ღირებული რაღაცა რა. შეიძლება არ მახსოვდეს
კონკრეტული ლექციის თეორიული შინაარსი, მოკლედ, რა თქმა მაგრამ უნდა. ბევრ რაღაცაში გამომდგომია, მოკლედ, ჩემი კურსელები და ეგ ძალიან მაგარი. ხო, ანუ უნივერსიტეტს მაინც აქვს ჩემთვის, მე ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა და თავის დაჭერთვა და ბევრი უმეტეს დროში არის ამის ფუფუნება უნივერსიტეტში, რომ ამის სწავლა შეძლო სპეციალიზაციის, მეცნიერების კარგად შესწავლა, მაგრამ არის რაღაც სპეციალიზაციები და რაღაცა ფორმები, რაშიც არაფორმალური განათლება ძალიან გვეხმარება და ეხლა ვმუშაობ ერთ-ერთ საინტერესო პროექტზე, რომელიც აერთიანებს ამ ორივეს. Micro credentials ქვია, ესეც ძალიან ამომავალი ის არის სფერო, სადაც იღებ არაფორმალურ განათლებას და უნივერსიტეტი უკეთებს ამას აღიარებას და კრედიტის მოგროვება შეგიძლია და შენ თუ რაღაც სფერო გაინტერესებს, მოსინჯავ ამ რამდენიმე საგანს და თუ მე იმ მიმართულებით ჩააბარებ, უნივერსიტეტი გიღიარებს. მოკლედ ძალიან საინტერესო თემაა ეს micro credentials და ეხლა ვმუშაობ მაგაზე და აი ეგეც ძალიან კარგია რა. აუ, ერთ რაღაცას დავამატებინათ და მოვრჩები, რომ პროფესიულ განათლებაზე ჩეხეთში რომ ცხოვრობდი, იქ სკოლებთან აქტიური შეხება მქონდა და რაზე გადავირე და გადავგიშდი, მოკლედ მაგ იმაზე სისტემაზე, რომ მგონი მე-9-ან მე-10 კლასამდე რომ მიდიოდნენ, მერე 1 წელი თუ 2 წელი პროფესიულ განათლებაში სხვა მიმართულებით ტესტავდნენ საკუთარ თავს, სანამ უნივერსიტეტში ჩააბარებდნენ. რაც ჩვენთან ძალიან სამწუხარო ფაქტებია ის, რომ 12 კლასს დაასრულებ და ისე რა ინტუიტიურად აგრძელებ სწავლებას ისე რომ ბევრი რაღაცა გვაქვს გამოსასწორებელი. ძალიან მაგარი ისეთ რაღაცას მე რო საუბრობდი რა ამ ბავშვებთან და ისეთ რაღაცები აღმოუჩენიათ მოკლედ ამ პროფესიული განათლების მიმართულებით, ბევრს თქვამს რომ ბიჭო, სულ არ მაინტერესებს შენი უნივერსიტეტი რა. კი, ნამდვილად. აგერ დურგლობა, არ ვიცი ინგლისურად დურგლობა რა არის და რანაირად მითხრა, მაგრამ პირობითად რა. დურგლობა მისწორდება რა, ძალიან მაგარია, კარგია და ეს მინდა რომ ვაკეთო მთელი ცხოვრება და ეგ არის რა, ყველას მის უნდა აკეთოს, რაც უსწორდება. ნამდვილად, ხო? და პური უნდა გამოაცხოს. დიახ. მოკლედ საინტერესო არის და კიდე ბევრი შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ დღევანდელი დღე მოდი ესე შევადოთ. ხო, ჯამოთ ველოდებიან თან. მეგობრები რომ გვიტანენ. შეათ. ნამდვილად და ესე სასიამოვნო ნოტაზე დავამთავროთ დღევანდელი საღამო. თქვენ კიდევ ჩვენ აღარ ვიწერეთ. უკვე. ხო, ჩაინავლა. და გამოგვიწერეთ რა, სამოხები. Ciao, paga. Wow. What did you say? That's your